დღეს გადავიღებთ ვიდეოს GTA 5-ში. მე და ხატია. მიესალმე. დღეს ისევ ტრამპლინიდან იქნება გადახტოვები. შემეჯიბრება ხატია, მითხრა რომ შანსი არ გაქვს, მეო ვერ მომიგებ რა. ხოდა რამოდენიმე მანქანა ავარჩიე და ამ მანქანებიდან უნდა ავირჩიოთ, რომელი იქნება ჩემი, რომელი იქნება ხატიასი და ნახოთ, აბა მოდი პირველი არჩევანი დავუთმოთ. ხატიას და მაკლარენი. ყურება კი ეს. აი, არ დაჟდი. არ დაჟდი. მოდი ჯერ ავირჩი, ანუ შენ გინდა მაკლარენი. აი, მე ავირჩევ ამას. იონსენგრო რაღაცას, რა ვიცი, ვერ მომაქვს ახალს. მეორე? კაი, მეორე იყოს სუპრა. მეორე წითელი სუპრა, ხო? კაი, ბარე მესამეც აირჩიე და მეც ორს აუდი გინდა? აი ეს ექვსი. კაი, სუპრა, აუდი და მაკლარენი, ესე იგი, მე ავირჩევ მაშინ GT-ს და Tesla-ს. არჩევანი გაქვს, ან Mustang-ი, ან Mercedes-ი და კაი, მე დამრჩება, ანუ Mustang-ი. ნახოთ, აბა როგორი შედეგი იქნება, დავითვლით, ან ვინ უფრო მეტკულას მოაგროვებს, ის იქნება გამარჯვებული. აქ 8 მანქანაა, მაგრამ ბოლომდე დარჩი ჩვენთან, იმიტომ რომ შემოგთავაზებთ კიდევ განსხვავებულ მანქანებს. ასე რომ ჯერ დავიწყოთ ამით, რომელი მანქანები დავიწყოთ, ხო? მე დავიწყო პირველი? ხო, რომელი მანქანაც აირჩია, რომელიც გინდა იმ მანქანით დაიწყო. კაი, აუდი. აუდი. აი, მოდი მე ჩაქვსო აუჯი. მიგიყვან, საიდან ცოტა გადახტე და მე დააჭირე W-ს. კაი, მიდი ახლა. მიდი. გადახტე პირდაპირ. რა გადახტე პირდაპირ? წადი წინ, რა ხდება, არც იცი. ეს რა არის? გასწორე, ხა ნუ მიყურე. ეს გასწორდება თავის გასწორდება. კაი, თავიდან აი, წახვალ, კაი, რა პრობლემაა? შენ დაგაკლდება თუ დაგაკლდება? და სწორად უნდა გადახტე და ოპა. ნახოთ. სწორად დაჭიქე. ოპა, აი უკან გამოიყვანე. სადაც გადახტი, იქ უნდა გაჩერდე. ოპა, ესე იგი ხატია გადმოხდა აქ, ეს მანქანა აქ დაუნიშნოთ იყოს. ნახოთ, აბა ვაჯობებ თუ არა ხატიას. შემდეგი მანქანა არის Mustang-ი. Mustang-ი შევეჯიბრები. რითი გადახტი შენ? აუდით, ხო? აუდი RS6-ით, Mustang-ი შევეჯიბრები GT 2013 წლიანი სავარაუდოდ. Shelby-ს ეს არის კომპლექტაცია თუ რასაც ეძახიან და ნახოთ თუ ვაჯობებთ. არა, უეჭველი გადაგასწარ. ნახე, რამ ხელაზე გადავხდი, ხო არ გადაო, ბიჭო. ძაანოდნა ვისიც სწორად. რა ძაანოდნა, რამდენიმე. დაწერეთ ვისკენ ხართ რა, ნუ მოკლედ კომენტარებში. სად არ დამიჩაგროთ ხატიასკენაც იყავით. კაი, შემდეგ იქნება ჩემი ნახტომი და ვნახოთ როგორ ვაჯობებ. ერთი თავს უგებ. მიგებს ხო. რო იცოდეთ. დავაი, აქედან ნელა დაიწყე რომ კარგად ჩახვიდე და მე ჩაადგე ხო ბოლო. ვისაუბრჭკუა. თან მსუბუქია და ჩორს უნდა გადახდეს თქო. მიდი. კი. რაკი, შანსი არა, უფრო ნაკლებზე გადახტე. აუ, ხეს და რატო გადმოხდი? არ გადმოვარდა. კაი, ეს მანქანაც აქ დავიმახსოვროთ, რა. სუპრა შევეჯიბრები ისევ წითელი მანქანით, წითელი GT არის, მე მგონი, რა ნორმალური შეჯიბრი გამოგვივა და იმედია GT არის ცოტა ნელა მიდის, რატო? 200, 230, 50, 60 და თხო. ციხანი მიდის, აი, ძალიან ოდნავ გადაგასწარი. შენ იყავი აქ უკან ცოტა. კაი, მოდი ეს ხატიას ჩავუთვალოთ, იმიტომ რომ ჩემი ბრალი იყო რომ მანქანა ვერ დავამახსოვრე და ერთი გახდა. ხატია უკვე McLaren P1-ზე გადავიდა და ამასობაში ერთი გახდა. ნახოთ ეს რას იზამს. ნახოთ. მიდი. ნუ სპოილერი რომ მოწია. მიდი. 250, 260 თითქმის 270-ით მიდიოდა. გასწორდი რა. წვირით ჩაერჭორი მანქანა, ანუ ძალიან ის არის ალბათ და მაგით. McLaren P1 შევეჯიბრები Ionsen რაღაცით. ვერ მიმახსოვრებ ამ შვედური მანქანის სახელს, მაგრამ ყველა მიხვდებით ალბათ რომ მანქანაზეც ვამბობ და დავიძარით. აუ ეს ბევრად შეხედეთო. 360-ით მივდიო. წავიდა ეს. და არაფერს ხო არ ვაჭერე ხა, რო არ დამაბრალო ჩეთერო. ანუ პროსტატი. მოიგე. შეხედე, ანუ ყველა რეკორდი მოხსენი მე მგონი, თო. ეს მე უნდა ამერჩია. ეს შენ უნდა აგერჩია და ცვეთში მომიგებდი. ანუ აქ გადმოხტი და აქ რა ვიცი, ვერავინ ვერ გადმოხტება ჩემი აზრით რა. არ მოიდგინე, ნახე რამსი შორეზე გადმოხტი. აქ ხო ვარ. ანუ შეხედე. Mustang-ი აქ არის. კი საწავიდა. არა რა გაქრა ძალიან უკახა. კაი, არა. 2-1, მაგრამ დაძაბულია მაინც. ერთს არის ხატია და შეუძლია, რატომაც არა. ხატიას უკვე Mercedes GT
63 ესი და ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად ჩადის, ალბათ ძალიან უნდა მოგება და ნახოთ, აბა თქვენ მეგობრებო მანამდე დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ უფრო მეტი კონტენტი შემოგთავაზოთ და უფრო მეტი მსგავსი ვიდეო და ძალიან შორს მიდის, ბიჭო. აუ, მუსტანგს მაინც ვერ გადააწონს, დააჭირე, რომ მიყვები, მიდი. ჩამითვალე. აუ, შიგნით რა მაგარია მას. აუ, ძალიან მაგარია შიგნით. Mercedes შევეჯიბრებით Tesla-თ, ეს რა, რომელი Tesla არ ვიცი, მოდი აბა. შიგნით შავიხედოთ და ძალიან ძერსკია იმენა. რა მაგარი საჭი აქვს არა? Roadster. ოპა. გავასწორო ძოჯქო 340 ტვინტი ვარჩე. ძალიან შორს ვერ გადახტა, ისე შორს ვერ გადახტა, როგორც McLaren-ი თუ რა ქვია, Kyonsen-Gionenio თუ რაღაცა, მაგრამ ესეც დაიწყე კარგად და მოდი. ხო, Tesla ძალიან კარგად გადახტა და მოდი ვნახოთ შემდეგი. რა გინდა ბიჭო, გადი იქეთ. გოგოსთან ერთად ვარ, ვერ ხედავ. გოგოსთან ერთად ვარ. ვერ არის ეს ხალხი რა, იმენა სუგარი. მოკლედ 3-1 მოვუგე და ეხლა აქვს შანსი რომ ამომიკაჩოს და დაამთავროს ან ნიჩიით ან მოგებით რა. ხატია, აქ არის არჩევანი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ. ანუ გვაქვს ორი ვარიანტი რა. Corsa და Lada, რომელიც ესე გამოიყურება და ამ ორ შორის უნდა აიშო Corsa და Lada შორის, რომელიმე უნდა აირჩიო და როგორც ხედავ Audi და Rolls-Royce ყავს. აირჩიე, მოდი შენზე იყოს. შენზე იყოს. ერთი Audi იყოს და ერთი Corsa. თანაბარი რო იყოს? კაი, რა პრობლემაა? მოდი დავიწყოთ მაშინ. მოდი მე დავიწყებ Rolls-Royce-ით და ნახე რა ძალიან მაგარია. აუ, იმენა თან კაბრიოლეტი არის. რაღაც ნორმალურ ფერშია, ეხლა ძალიან გაგიჟებული არ ვარ, მაგრამ ნორმალურ ფერშია და დავიწყოთ. კაიფერია, ხო? ნახოთ, ცოტა მოიღრუბლა, რაღაც ამინდი შეიცვალა. მე მგონი ვატყო, მოგების სუნი მცემს და ნახოთ, აუ, ძალიან გადატრიალდა. რა შორს ვერ მიდის. აიმე. ოდნავ გადავასწარი McLaren-ს. აუ, რა დამეცა ეს თავზე გაიწიე. მეგობრებო, 3-1-ია, ერთი მანქანით უკვე გადავხტი და ეხლა ხატია ცდის თავის ბედს და ვნახოთ რა მოხდება. შეიძლება ნიჩიას დავამთავროთ, მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. რაც თავარია და მოდი ხატია აუძე, შენ ხარ პასუხისმგებელი. ხელები ამიწევი. კაი, ნელა გადავიდეთ. მანქანა გაჭედა, ბიჭო, საჭესთან არ უნდა დასვა იგი. ანუ უკანას არ მიდის არც. აი, რაღაცნაირად ოპა, მოდი. ვახ რა. ეს ქალები რა. მიდი? ეს გაჯობე. ვერ მაჯობე 260. მაჯობე. კი. ხეზე დაიცი არ გადარჭ. დაჟე იმაუცაც ვაჯობე. მან რატო ვაყენდე? უკან გადმოვხდი. მაგრამ კაი, რა მნიშვნელობა აქვს? ნუ მოკლედ. აი, აქ არ დამხტარ ხარ, მაგრამ აი დახტი, არა, არა უშავს. კაი, შემდეგი ჩემი ჯერია, როგორც ყოველთვის. Lada ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარი მანქანა. Opel-ს მირჩევნია Lada, სიმართლე გითხრათ. კაი, Lada, Opel-იც ძალიან მაგარია. და Corsa მით უმეტეს. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში, Lada უფრო შორს გადახტება თუ Opel Corsa. წავედით. დავიწყოთ. ოპა, საღოლ. აუ, ცურავს, ბიჭო, ცურავს. ვახ, ჩემი ცურავს, მაგრამ ნახე, იმენა ვერ გავასწორ. 210-ით მიდიოდით, 217. აუ, სად გადავხდი ჩემი. შევედი მაღაზიაში იმენა რა. ეს რა იყო ჩემი. თაჯიკი ახლა Opel-ში და მიდით უმაჯობებ, ნიჩია დამთავრდება და მეორე ნაწილს იხილავს ხალხი, მაგრამ თუ ვერ მაჯობე, F-ს დააჭირე. როგორ ჩაჯდეს ის არის. კაი, არა უშავს, არ უთამაშია GTA 5. კაი, 3-2-ია, ხო? 3-2. გავუსვამეთ გულები ხატიას, თუ ხატიასკენ ხართ და დავაი, როგორც გავიგეთ, ან ეს Opel-ი ყოფილა სპეც გამოშვება და ვნახოთ აბა რა სიზამს. გავათანაბრებ. ნახოთ რა სიზამს. ძალიან კარგი სტარტია, გაასწორე მანქანა, 200 რაღაცა, 260, 70, 300-ით მიდის Opel Corsa და უკვე გადაასწრო, ბიჭო. ყველას და ყველაფერს, არა, მანქანაზე გადაჭ. აუ, წვირით დაეცა იმე. მაგრამ საბოლოო ჯამში ხატია
დამიქამბექა სხვათა შორის და გამითანაბრდა და 3-3 გახდა. მეგობრებო, თუ გსურთ მეორე ნაწილი BMW-ების და Mercedes-ის შედარება, ან რა ვიცი, მსგავსი რამე, დაწერეთ კომენტარებში, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რა ვიხატე შენ ცოტა. დაალაიქეთ და გამოიწერეთ გიორგის არხი, რომ უფრო მეტი ვიდეო დადოს. მადლობა.